მოსწვინათ, აირჩიეთ და ისიამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით. საღამომშვიდობის რადიო მედის ეთერში გადაცემა კატოს საღამოების ეთერ სტუდიაში მუშაობთ კატო ხმის რეჟისორი მეგი მაზმიშვილი და რადიო მედის თავარი ბიბლიოთეკარი მიშა ნემინაშვილი. საღამომშვიდობისა კატო, საღამომშვიდობისა მეგი, საღამომშვიდობისა რადიო მსმენელებო, პროფესორ ძირფასო რადიო მსმენელებო. დღეს ვიზე გვაქვს საუბარი კატო, შენი თვითო მე ვთქვა. არა, შენ თქვი. ბიჭი შენი არჩეული, შენი მოყვანე, ბიჭი ჩემი არ არის. შენ მიყვანე აქ და ესე უთხარი რომ მოდი აი ჩემთან სტუდიაში გავაგრძელოთ დალებაო. იმის თქმა ჩვენ სტუდიაში მხოლოდ მწვანე ჩაის სვამთ. ну დღეს ჩვენ უბრალოდ იმას ვიტყვი რომ ჯერჯერობით გრძელდება პირდაპირ ეთერში თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ დიდი გესპი გრძელდება და ადამიანზე მწერალზე რომელზედაც ჩვენ ვისაუბრებთ ამის ჩანაწერებს უკვე როგორც კი დიდი გესპი დასრულდება უკვე მის მოთხრობას რომელიმე მოთხრობა შევდგებით ჯერჯერობით არჩეული არ გვაქვს და ადამიანი ვიზედაც დღეს ვისაუბრებთ გახლავთ როგორც ამბობენ ხოლმე არც მეტი არც ნაკლები სერი არ იყო იმიტომ რომ სოციალისტი იყო თავისი არსერობდა სოციალისტი იყო თავისი სერზე მეტი სამგელი როგორც სხვა რაღაცას ნიშნავს თორემ ჰერბერტი და უელსელი ვინმე სერი სერ ტომასი და ამ სერზე მიდიოდა სამი მგელი კარგი ჭრილს ჰერბერტ უელსზე ვისაუბრებთ მე კატოს დავესესხები და ვიტყვი რომ არ არის ეს სუდი ბიჭი კარგი ბიჭია ჰერბერტ უელსი მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ ჩემი დამოკიდებულება მწერლისადმი ანუ პატარა რო ვიყავ ძალიან მიყვარდა ესეთი ფებიას ძველი კარადა სადაც ძველი ნივთები და წიგნები იყო ხოლმე შენახული და განსაკუთრებით მომწონდა ძველი წიგნები 1800 რაღაცა წელს გამოსცემული ძველი რუსულით რო ეწერა პუშკინი დოსტოევსკიც იყო მახსოვსთან რაღაცნაირად და იყო კიდევ 1927-28 წელს გამოსცემული ჰერბერტ უელსის თხელი რაღაცნაირად აბსოლუტურად განსხვავებული ესეთი იქ იყო ძალიან ფილიგრანულად ესე კარგი ტყავი კარგი ზე და ჰერბერტ უელსის მთელი ძალიან დიდი ადგილი ეკავა ამ წიგნებს ამ სრული გამოცემა იყო ჰერბერტ უელსის 1927 წელს ეს მეტყველებს იმაზე რომ საბჭოთა კავშირთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ამ ადამიანს, იმიტომ რომ იყო სოციალისტი და ლენინსა და სტალინთან არაერთხელ იყო ჩასული საბჭოთა კავშირში, თუმცა ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ, მაგრამ ესრულებით არნიშნავს იმას, რომ ეს არ არის კარგი ბიჭი, ძალიან კარგი ბიჭი იყო, რომელმაც ეს არის მწერალი, რომელსაც ნამდვილად შეიძლება უწოდო რაღაცა ერთგვარი წინასწარმეტყველი. არის ამაში რაღაც მისტიური, როდესაც ფანტასტიკურ მწერლებზე საუბრობ. ჩვენ მომსმენელმა იცის და შენს მოგეხსენება პირდაპირ ეთერში ქერო X კოდობდი როგორც შენაყოფ ხოლმე ახლა პატარა X კოდებს ვაკეთებ ერთ-ერთი რუბრიკაც ჰქონდა ჩვენ ამ მწერალი ფანტასტების ძალიან უცნაური მომენტები როდესაც ისინი პირდაპირ აღწერენ იმ მომავალს და იმ ისტორიულ ტექნოლოგიურ პროგრესისგან მოტანილ ამა თუ იმ მოვლენებს დეტალურად არის აღწერილი ხოლმე ზოგიერთ ფანტასტიკურ მწერლის რომანებში და რა თქმა უნდა ჰერბერტ უელსის გამონაკლისი არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა მე ჰერბერტ უელს ეს ჩემ ბავშვური რაღაც მომენტი გითხარი ხო რაღაცნაირად ეს ასოცირდებოდა რაღაც ესეთი უფრო აი როდესაც შეადარებდი ხო იმ წიგნებს 1700-1800 წელს გამოცემულს და 1900 წელს განსხვავება იყო და რაღაც ეს სხვაობა ეგრე ბავშვობიდანვე მქონდა რაღაცნაირად დამოკიდებულებას კი სხვაგვარი მქონდა ამ წერლისადმი მაგრამ როდესაც მოუყვე ხო რომ კარატეში ვიმალებოდი და ბებიჩემის და დედაჩემის მაღალქუსლიანებს შორის აკეთებდი არჩევანს როგორ ვაღიარო შენი ინტელექტუალური
ბავშვობის სიახლეების მერე. რაშუაში ინტელექტუალური ბავშვი მე უბრალოდ ჰერბერტ უელსზე ლაპარაკობ თორემ სხვა რამეზე ვისაუბროთ მაშინ დაფნას გადაცემა მომენტა და სურასთან მოყვე კანადაში კიდე რეებს ვათვალიერებდი კიდე ძველი ჟურნალები და ჟურნალებში ესეთ 30-იან წლების კალბანტონების კმარა ოიაბული მეჩინაიც და ნუ მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ჰერბერტ უელსი ნამდვილად არის ადამიანი რომელმაც ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა ისევ არ მიყვარს ხოლმე და ჩვენ ვერიდებით მენაკატო ამას ესაუბრ აი რაღაც ჩარჩოში ჩასმა ამ წერილისა მაგრამ ფაქტობრივად რასაც ქვია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს მან ჩაუყარა საფუძველი მაგრამ აქ უნდა აღინიშნოს ის რომ ეს მართლა იყო ადამიანი ძალიან საინტერესო ეს არ იყო ადამიანი რომელმაც უბრალოდ რაღაცნაირად ახლა ჟულ ვერნი არანაირად არ მინდა დავაკნინო რა თქმა უნდა ისიც ფანტასტიკური მწერალი არაჩვეულებრივი ვენი წერს ან სასიამოვნოდ მოსასმენი მაგრამ ჟულ ვერნისაგან განსხვავებით ჰერბერტ უელსის რომანებში არის უფრო მეტი ანუ ის რასაც ცოტა უფრო ახლა კიდევ ერთხელ ვარ მინდა დავაკნინო რასაც მწერლობა ქვია ანუ ის არამხოლოდ სიუჟეტიდან გამომდინარე და არამხოლოდ რაღაცნაირად ფანტასტიკური სახეები და ეს სხვადასხვა მანქანები და ეს მონსტრები თუ ეს გმირების თავგადასავალი უცნაურ ქვეყნებში და მათი უცნაური ყოფა და ის ყოფის აღწერა რომელიც მსმენელისთვის ძალიან საინტერესოა ამის გარდა მასში არის რაღაც რეალისტური მომენტები ანუ ეს ძალიან მომეწონა ვიღაცამ ჰერბერტ უელსს უწოდა ეს არის რეალისტი ფანტასტი არის ან ფანტასტი რეალისტი იმიტომ მართლა თან უნდა გავიწყება რომ ის ეპოქა მე-19 ფაქტობრივად მე-20 საუკუნის დასაწყისი და მართლა საოცარია და როდესაც მიყვები და აი როდესაც ამ გადაცემისთვის ჩვენ ხო ვემზადებით გადაცემისთვის ბუნებრივია და როცა უღმავდები აი მის ბიოგრაფიას და იმ ნაწარმოებებს ხვდები თუ როგორ წინასწარ მეტყველებს ხოლმე ანუ ფაქტობრივად ადამიანი წერს ეს იყო ადამიანი რომელმაც პირველად იხმარა სიტყვა ატომური ბომბი როდესაც ჯერ კიდევ მოდია პირდაპირ თქვა ამაზე როდესაც ჯერ რადიოაქტიობა ახალი აღმოჩენილია და ფაქტობრივად ჯერ ატომებისა ეს ენერგია რომელიც ამ ატომებში და ამ ატომების გახლეჩისგან შესაძლებელია წარმოიქმნას მხოლოდ და მხოლოდ აი შეიძლება წარმოიდგინო მომავალში ანუ ეს არის მომავალ პერსპექტივის ამბავი და ამ ადამიანმა როგორც კი შეიტყო ამ რადიოაქტიურობის შესახებ ანუ ეს იყო ადამიანი ფაქტობრივად ხელოვანის და მეცნიერის ამის თქმა მინდა ანუ მის ბიოგრაფიაში ну ман ეს არ იყო ეს ისეთ ოჯახში დაბადებული და ეს ბრიტანელ მწერლებზე როცა ლაპარაკობთ ეს კლასობრივი რაღაც დაყოფა რაღაცნაირად მოქმედებს ანუ საშუალო დაბიო კლასი საშუალო კლასი და აქვთ მაგათ რაღაცნაირად ეს მომენტი მოკლედ ჩვენებიჭი კარგი ოჯახიშვილი არ იყო ეს ჩვენთანაც ძალიან კარგი მამა ხო მაგრამ ძალიან კარგი მამა და დედა ხო არა მე კარგი ოჯახიშვილი გვერდიხოთ იმას რომ როგორც ჩვენში უყვართ ხოლმე თქვა არ იყო ეს კარგი ოჯახიდან არ იყო ყავდა მებაღე მამა და მისი დედა იყო მოახლე გოგო ისინი მუშაობდნენ ერთ-ერთ მამულში მუშაობდნენ ისინი. ნუ ხო და შემდეგ რაღაცნაირად შეაგროვეს რაღაცა თანხა და თუ არ ვსწრები ფაიფურის რაღაც მაღაზია გახსნეს იმ ფაიფურისა რომელიც მოდაში არ იყო და ფაქტიურად არავინ არ შედიოდა მაგრამ არის ერთი ძალიან საინტერესო დეტალი თუ როგორ შეულობდა მამამისი ფულს მამამისი იყო თამაშობდა ანუ თამაშობდა მე არ ვიცი კრიკეტი ახლა მე მაგალითად მახსოვს შენ გახსოვს ადრე ჩემ დროს იყიდებოდა ჯერ კიდევ კრიკეტის პატარა ისეთი რაღაც ბურთებიც და ну მთელი აქსესუარები რაც კრიკეტის თამაშს თანსდევს და კრიკეტის თამაში შეულობდა ეს ადამიანი ფულს არ ვიცი კრიკეტის თამაში და უნდა ისეო ფული მაგრამ საკმაოდ კარგად თამაშობდა ალბათ და კარგი ფულიც იშოვებოდა იმიტომ რომ სანამ რაღაც ტრავმა არ მოვიდა და კრიკეტის თამაშს თავი არ დაანება მამამისმა მანამდე სწავლა განათლებას ეწაფებოდა ანუ რაღაც ფასიან კერძო კოლეჯებში დადიოდა ნუ ეს ხო ინგლისში მაგიჟებენ ეს ანუ კერძო კოლეჯში თუ არ დადიხარ ესე იგი ნუ დაბიო კლასის წარმომადგენელი ხარ და ეს მუშათა
კლასიდან წარმომავალი არ იყო მთლად საშუალო კლასი იყო, კარგი დიფერენცია კლასებს არ დავანებით, რომ ეს კლასობრივი ეს თემა, ეს მუდმივი სოციალისტის ჩამოყალიბება, ეს პერიოდია, როდესაც რაღაც ეს მარქსის ინტერპრეტაცია სხვაგვარად ხდება, ის აგერ ფაქტობრივად რევოლუცია მწიფდება რუსეთში და როგორ იყო აჩრდილი დადის კომუნიზმის ევროპაში დაძრწის მინდა გადავიდე, ჩვენი ბიჭი არის 8 წლის და მე როგორც მოგვენებით თვითონ ამბობდა, ბედმა გაუღიმა და ფეხი მოიტეხა, იმიტომ რომ ზუსტად ამ დროს დაიწყო მან კითხვა, განსაკუთრებით შეუყვარდა კითხვა და ვინც ავადმყოფილა, სიცხე ერთხელ მაინც ქონდა სკოლა გაუცდენია. ეს ყველაზე კარგი დრო არის კითხვების ციგნების დასაკითხვა. თან შეგიძლია წარმოედგინო აი ამ რაღაცა უცნაური ფაიფურის ნაკეთობების გარემოცვაში თან როდესაც ის დაიბადა, სხვა შორის როცა ის დაიბადა, ჯერ კიდევ ელექტრობა არ იყო და სანთლის შუქზე კითხულობდნენ და როდესაც ის გარდაიცვალა, უკვე ატომური ბომბი აფეთქდა. 90 წლები იყო ფაქტიურად. ფაქტიურად 90 წლებია და აი ეს პერიოდი ლამპის შუქიც არ იყო, სანთლები ქონდა. სანთლები, იმიტომ რომ ლამპას რაღაცნაირად ერიდებოდა, რომელიღაც ოჯახის წევრს პრობლემა ჰქონდა, მე მგონი. შემდეგ თვითონაც დაიმართა ტუბერკულოზი და ეს ლამპის შუქზე წარმოიდგინე ამდენ ფაიფურის და შუშის რაღაცები ლანდები იკვეთებიან და ასე შემდეგ. ეს კითხულობს ყველაფერს და შემდგომ ეს ალბათ აი ის პერიოდი მართალი ხარ შენ აბსოლუტურად, რომ ალბათ იმ პერიოდში უკვე გარკვეული რაღაცნაირად როგორც თქვა, სახეები მომავალი მისი გმირებისა და ის თვითონ ის არეალი, სადაც ეს გმირები მოგზაურობენ და სადაც ვითარდება მისი რომანის თავგადასავალი, ალბათ აი სწორედ ამ პერიოდში ყალიბდებოდა. მაგრამ კიდევ ერთხელ ისიც მინდა, რომ ეს ადამიანი იყო ძალიან ნიჭიერი, რა თქმა უნდა. ჩვენ როცა მწერლებზე საუბრობთ, იქ ყოველთვის ჩნდება ხოლმე კოჭებში ეთქობა ხოლმე. მე 5-6 წლის არ არიან და ზოგი ლექსერ, ზოგი ამას კოჭებში ეთყობოდა ერთადერთი ის, რომ იყო ძალიან იმასავით ყველაფერს იზიდავდა, ყველაფერს იწებებდა, ანუ შევჩერდეთ თუ ორი წუთი ვერ მივხვდი უკვე არა კურდღელმა თქვა ჩირკში ვზივარ ხო და ანუ ყველაფერს ძალიან კარგად უდგებოდა საქმეს და სხვათა შორის დიდი ინტერესი ჰქონდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებისადმი და ეს კარგად ჩანს მის რომანებში. ანუ ეს მის რომან ხო შეიძლება დავუშვათ პოპულარობის გამო აირჩიო სამეცნიერო ფანტასტიკა, დაწერო რაღაცა სისულელე და აბსოლუტურად ზედაპირული რა, მაგრამ აი მის რომანებს რო ჩაუღრმავდე თვითონ ცნობილი მეცნიერებიც კი, რომლებიც მის რომანს კითხულობენ არა როგორც მხატვრული ლიტერატურა, არამედ როგორც დავუშვათ კონკრეტული აი ნებისმიერი რომანი რო იყო, არ ვიცი, მაგალითად აი თუნდაც ავიღოთ უჩინმაჩინ ადამიანი უჩინმაჩინი ანუ იქ თვითონ პროცესები, რისგან დროის მანქანა, ხო, პირველი მისი რომანი, რომელიც გამოქვეყნდა, დროის მანქანა, ეს 4 განზომილების თეორია, რომელიც მან წარმოთქვა, რომელიც მან ფაქტობრივად ასაბუთებს ამას, ანუ ის არ არის ის მანქანა, რომელიც მთავარ მოქმედმა გმირმა გამოიგონა, რის სიწყალობითაც ის მოგზაურობს და ის მოგზაურობის თემა ძალიან საინტერესოა და ჩვენ ალბათ ეს ტრეჩენდამდე რამდენად გამიყვან რა ეკითხე ტრეჩენდამდე შენ რომელი ჩენდოდან ხარ და იმის თქმა მინდა, რომ აი ძალიან დეტალურად აქვს აღწერილი და კონცეფციაც კი ამ დროის მაგ თითქოს ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ არის, მაგრამ ეს წარმოუდგენელიც კი ძალიან დეტალურად აქვს აღწერილი და აბსოლუტურად დასაბუთებულად, ანუ სავსებით რეალურად მოგეჩვენება თან იმ პერიოდში, თან ეს ადამიანია, რომელმაც ბევრი რამ მართლა იწინასწარმეტყველა საჰაერო ბრძოლები, იწინასწარმეტყველა ატომური ბომბის აფეთქება, იწინასწარმეტყველა ტანკი, იწინასწარმეტყველა ქიმიური იარაღი. განჭრით და ხედავდა მაგას და ალბათ ჭკვიანი ხალხი ესე აგებს ხოლმე თეორიას. საერთოდ მარსელი მარსიდან იყო მე ეს ადამიანი როგორც კარგი ხალხადაცემა გამოგვიყვება. მე გიგვანიშნებს რომ რეკლამის დროებით შემდეგ გავაგზავნებთ.
მოსვინეთ, აირჩიეთ და ისიამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით. მოკლედ ჩვენი ბიჭის ამბავი თუ 8 წლის ასაკში ფეხი მოიტეხა და გამიღიმა ბედმო ხალისებს, იმიტომ რომ ამ დროს დაიწყო განსაკუთრებულად კითხვა, ამ დროს შეუყვარდა ეს ამგერად 13 წლის ასაკში ისევ ფეხის მოტეხვა, ამჯერად მამა მოიტეხავს ფეხს და ის იძულებულია რომ უკვე ამ კრიკეტის თამაშს შეეშვას და ჩვენს ბიჭს მოუწევს რომ დაიწყოს ესე დამოუკიდებელი ცხოვრება. ხო, დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს, მართალი ხარ, ანუ თავის მამის და მათი ოჯახის საქმეს აგრძნო ბრიტანეთში ხო ესეა, როდესაც ოჯახის უფროს რაღაცა პრობლემა იმართება, შენ უნდა მამაკაცი რო თუ ხარ, უნდა იტვირთო მამის ოჯახის უფროსის მოვალეობა, მან იტვირთა რაღაც აი მაღაზიის საქმეებსაც თანსდევ, მაგრამ უკვე ლიტერატურის სიყვარული უკვე ესეთი სენივით არის, უკვე მაგას ვერსად ვერ გაიქცევ და თავისუფალ დრო კი ბევრი ქონდა, იმიტომ რომ მაღაზიაში არავინ არ შედიოდა, მაგრამ მიხდა რომ მას მუდმივად ქონდა, ანუ მას არ აწყობდა არანაირად, არ იყო თავს არ გრძნობდა კარგად აი ამ შუა კლასის საზოგადოებაში თავს კარგად ვერ გრძნობდა. ხო, კლასობრივი ვერ მოცილდა არ მე ამას ხაზგასმით ამბობ, იმიტომ რომ აქ მაგას და საინტერესო ადამიანის სოციალისტია, მაგრამ ვერ მოცილდა ამ კაცის გასაკვირვებელი თქვი როგორ თქვა. არა, ის არის კლასობრივი მომენტი აბსოლუტურად მის ყველა რომანში ჩანს, ანუ ეს ისე კარგად აქვს, ანუ გასაგებია რომ ის იყო რაღაც სოციალისტი იყო, მაგრამ რაღაცა განსაკუთრებული ფრთა, ახლა მე ამ სოციალიზმის დეფინიციებში ნამდვილად არ ვერკვევი, მაგრამ რაღაცნაირად ესეთი ანარქის სინდიკალისტი ხარ შენ. ანარქისტი ანანიას მიმდევარი. მე ვარ ანარქის სინდიკალისტი მაშინ. ხო და ანუ მათ ქონდათ რაღაც სხვაგვარი წარმოდგენა ქონდა, ანუ და სხვათა შორის როდესაც კოლეჯში სწავლობდა, იქ გაიცნო მან ჰაქსლის გახსოვთ ჩვენ ოლდოს ჰაქსლიზე ქონდა ერთი გადაცემა, ჩვენი ჰაქსლის ბაბუა, რომელიც იყო დარვინის მარჯვენა ხელი და სხვათა შორის აი მარცხენა ხელი თქო მე როცა ვარ გადაცემაში. კარგი მარცხენა ხელი. აი ორივე ხელი იყო მარჯვენა და მარცხენა. ოლდოს ჰაქსლის ბაბუა, ჰაქსლი, რომ ჯონ ჰაქსლი თუ არ ვცდები, თუ ჯეკ ჰაქსლი, რა მნიშვნელობა აქვს. და ამან იმოქმედა მასზე ძალიან დიდი ზემოქმედების ქვეშ, ანუ ეს დარვინის თეორია, ეს პერიოდია, რომ ახლა ეს ევოლუციის თეორია ჯერ არ არის ესე აღიარებული და მხოლოდ ესეთი დაწყებით სტადიაზე იყო და მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი მოწაფე იყო, მისგან ისწავლა მან აი სამეცნიერო დისციპლინებში ჩაღრმავება დაუშვათ, აი როგორ უნდა კონკრეტულად დაუშვათ თემა, როგორ უნდა აირჩიო, როგორ უნდა დაამუშავო ეს სამეცნიერო სხვათა შორის ეს სამეცნიერო გამოცდილება და სამეცნიერო პრაქტიკა, რომელიც აი ჰაქსლიმ ჩაუნერგა გერბერტ უელს, ეს შემდგომ წერილობაშიც გამოადგა მას და უნდა ითქვას, რომ მე კიდევ ერთხელ ყოველთვის ხავს უსვამ ხოლმე, რომ არ მიყვარს ხოლმე ზედაპირული მწერლები და ზედაპირული ადამიანები და სწორედ რაოდენ როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ქონდეს შენ ჰერბერტ უელსისადმი როგორც მწერალი, ხო დაუშვათ, არ შეიძლება ეს მიიჩნევა დაუშვათ მაგამ მწერლად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მის ჟანრში ეს არის ძალიან დიდი პროფესიონალი, იმიტომ რომ და ყველაფერზე ბოდიში და ჟარგონს ვიხმო რატო ჩაიანების თავის სიტყვაზე, ანუ ყველაფერზე რაზედაც ის წერს, ანუ ის თემა რაც მას რომანში აქვს გაშუქებული, ის არის დეტალურად შესწავლილი, ანუ ბოლო მონაცემები სამეცნიერო დეტალებში, ბოლო მონაცემები სამეცნიერო კვლევას, ანუ ჟურნალ გაზეთები გამოდიოდა მაშინაც, ჟურნალ გაზეთების საოცარი რაღაც მომენტია, რატომღაც გქონია, რომ წარსულზე რო ვლაპარაკობ, მაშინ არაფერი არ იყო და მაშინაც იყო ყველაფერი, უბრალოდ დენი არ ქონდა და რა ვიცი, უფრო საინტერესო იყო ალბათ. მაგრამ გოდი. არ წარმოვიდგინე რა ხმაური იქნებოდა, ქუჩაში რა ხმაური იქნებოდა, წარმოვიდგინე ცხენების და ესა. არ მოგეწონებოდა. მე არ მომეწონებოდა. იქ არ იქნებოდა ინტერნეტი, არ იქნებოდა.
Google Date. ხო, ანუ უნდა წასულიყო ის სადღაც. ანუ Google ვიღაცა უნდა გაგესმო, ვიღაცა ცოლად უნდა მოგიყვანო, რომ იმის სიმამრის ბიბლიოთეკაში შესულიყო. აი ცოლად მოყვანას რაღაც მივადექი, ჩვენი ბიჭი ორჯერ იყო დაქორწინებული. ესეთი თვალადი ბებუებს როგორც ვიყავთ, თვალადი კაცი იყო, ორჯერ იყო დაქორწინებული, მის პირველი ცოლი იყო იზაბელ მერი უელსი, ისინი განქორწინდნენ მერე და მერე მოგვიანებით უკვე ემი კეტრინზე დაქორწინდა, რომელსაც ჯეინს ეძახდნენ და უცნაური ხო ემი კეტრინი რო ქვია და ჯეინს რო გეძახიან და ეს ყავდა და ყავდა. ჩვენი ბიჭი ამბობდა, რომ აი წარმოდგენა არ მაქვს მის გარშე რა ვიქნებოდი. ხო, მაგრამ საინტერესო როდესაც მის ბიოგრაფიას კითხულობდა, აი პირველი განქორწინების ამბავს რო იგებ, რომ ვერ გაუგეს ერთმანეთს, ანუ ერთიო იყო ოჯახისგან და მეორე თავისუფალი სიყვარულის მომხრე იყო და ვერ გაუგეს ერთმანეთს და ну, რა თქმა უნდა ვერ გაუგებდნენ და უნდა ითქვას, რომ მისი თავისუფალი სიყვარულის მომხრე და თუ ორ მხრივად არის მომხრე, მაშინ გაუგებთ თავისუფალად. შენ რაღაცნაირად მუდმივად შენიშნავს მაძლევდი, რომ აი რა გადაეკიდე ამ კლასობანას, ხო, მაგრამ იმიტომ გადავეკიდე, რომ აი ამ კლასობანას და კორდას კარგი იდეა სხვადასხვა. მაგრამ ჩვენი ბიჭი არ არის ვერჩავს. მაგრამ ისაუბროთ, ხო? სხვადასხვა ქართულად, თურმე არ ყოფილა ქართულად. არა, იყო თარგმანი, იყო მე საუნჯეში მახსოვს, იყო კორდას არის. ხო, მაშინ გამოცემულა. მაშინ გამოცემულა. და იმას ვამბობ, რომ რაღაც მისი სოციალიზმი, რაღაცნაირად ფაქტობრივად მე მგონი ბიტნიკი იყო. ანუ მისი სოციალიზმი, ანუ მდგომარეობდა იმაში, რომ საბოლოო ჯამში ეს კაპიტალიზმი კი არ უნდა დაამხო რევოლუციის გზით, არამედ ის ნელ-ნელა შემდგომ თუ ნორმალურად განვითარდება კაპიტალიზმი, შემდგომ უკვე დამყარდება სოციალიზმი, რაც ფაქტობრივად თვალმატლივ არის ნორვეგიასა და ფინეთში. ნუ ამაზე არ ვილაპარაკებთ, ხო? მოდი, არ ვილაპარაკოთ. და აი რაღაცა ქვია სოციალიზმის აი ამფრთის არომატიზმი და მომდევნო არჩევნებში მონაწილეობა. რატომ რა შემატყი ამისთან? რატომ ეს ჩვენერი პოლიტიკოს დადგებოდა შეგან წესერი? გამონაკლისი სახით წესერი პოლიტიკოსი. არა, მაშინ აღარ გავხდებოდი წესი. მოდი არ გვინდა ახლა რაღაცას მათქმევინებ შენ მე დახურავენ შენს გადაცემას. მეც ეთერში აღარ გამიშვებენ და ჰერბერტ უილსაც აღარ დააკლდება ის სახოტბო სიტყვები, რომელიც ჩვენ უნდა ვთქვა. აი შენ ან ხო ნუ ისე მის მეუღლეს დაუბრუნდეთ, ხო? მე ესე პირად ცხოვრებაზე იყო ლაპარაკი. და ნუ თავისუფალი სიყვარულის მომხრე იყო ეს ადამიანი და ეს მიეჩნდა, რომ ნუ რაღაც ათეისტიც იყო, თუმცა თავისებური ხედვა ჰქონდა ეს ათეიზმის ეს ათეისტი იყო, არა, არიან ათეისტები, რომლებიც ათეისტები არიან ათეისტები, რომლებიც ფაქტობრივად ათეიზმი რელიგია თავდა. ეს ჰერბერტ უელსი არის ათეისტი, რომელსაც ანუ რელიგიასავე თქონდა ეს, ანუ ფაქტობრივად დარვინისტი იყო, ეს ევოლუციის თავისებური ეს მანქანებისადმი თავისებური ის ჰქონდა, რა ქვია. აი ეს ევოლუციისადმი განვითარება და ეს ევოლუცია შემდგომ აი ძალიან კარგად აქვს მაგას რომანებში აბსოლუტურად აი მომავალში მოგზაურობა, როდესაც მორლოკები და ელოები ეს ძალიან საინტერესო თემაა. კატო გაგვეკდებიან მორლოკები და ელოები სანი ადამიანები ანუ ისე მანქანას დაუბრუნდი მანქანას რომელმაც თავარი მოქმედი გმირი დროში მოგზაურობისა დროის მანქანა თავდაპირველად ამ რომას ხანეირად ერქვა თუ არ ვცდები ქრონოსის არგონავტები ესეთი მე ქრონოსის არგონავტები ფლამოზია ხო მაგრამ მეოთხე განზომილება ანუ ეს ქრონოსის არგონავტები მეოთხე განზომილება ეს პატარა ესეების სახით მიუტანა მან გამოცემელს და გამოცემა ვერაფერი ვერ გაიგე იმიტომ რომ იმდენად მეცნიერული ენით იყო ეს დაწერილი და ფაქტობრივად ის იქ ლაპარაკობდა უკვე იმაზე რაზედაც ზუსტად 40 წლის შემდეგ ალბერტ აინშტაინი ჩამოყალიბებს თავის ალბათობის თეორიაში და ნუ ანუ
ხაზგასმით ვამბობ ამას, იმიტომ რომ ეს არ იყო უბრალოდ მწერალი, ანუ ეს იყო მეცნიერი, ხელოვანი, ანუ რასაც წერდა, იმას წერდა აბსოლუტურად შეგნებულად და დიდი ცოდნის შედეგი იყო ეს. თუმცა ერთობოდა ძალიან გამიკვირდა, როდესაც ერთ ბიოგრაფი მასზე წერს, რომ მას არ მიეჩნდა, რომ ის არის წერალი ფანტასტი, ის არის პუბლიცისტია და მისი პუბლიცისტური წერილების შესახებ ნამდვილად არ მეგსმენია შენ, მე მაგალითად არაფერი არ მსმენია, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ აი ძალიან საინტერესოა, რომ ისეთი ავტობიოგრაფია, როგორც მას ოქო დაწერილიო, აი ნებისმიერ რომ მორწმუნესო შეშურდებაო, ანუ ისეთი აღსარებით და ისეთი სწორი პოზიციონირებით არის დაწერილიო, ანუ ის კი არა ვაიმე რა ცუდი ვარ და ვაიმე ეს რა გავაკეთე, აბსოლუტურად აი სრული აღსარება და არა დანაშაულის შეგრძნება, ხო ხდები, ანუ სხვაობა ხო არის ამაში. და მე ძალიან ვიხალისე იმაზე მის დამოკიდებულებაზე იოსიფ ვისარიონოვიჩის მიმართ, იმიტომ რომ ერთი არის ადამიანს გაიცნობს შენ პირადად და მე მახსოვს ერთხელ რაღაც ფოტოზე იყო ლაპარაკი, სადაც ჰიტლერი იყო ბავშვთან ერთად, შეიძლება ადრეც ვიხსენებია და იქ იყო საუბარი და სჯაბასე თურმე ბავშვები წყვარებია და თავისთავად უყვარდა ბავშვები, თუ კი ეს ბავშვები იყვნენ არაქაშერი ბავშვები და როგორც კი ბავშვი იყო ქაშერი, მაშინ იმას მიაბძენებდა საკონცენტრაციო ბანაკში და აი სტალინის შემთხვევაში ალბათ როცა პირადად იცნობდი და შენ არ გიხებოდა ეს ყველაფერი, ალბათ ძალიან მომხიბლავი კაციც იყო, იმიტომ რომ ეს ჩვენი ბიჭიც წერს, რომ აი მე მიშას დაუთმობ რა თავად. ხო, აი კი, ანუ არა და ისაუბრე მშვენივრად საუბრო. ანუ მე უბრალოდ ამოვწერე ის ციტატები, რითაც მან შემკო სტალინი მას შემდეგ რაც ის გაიცნო, ანუ თავიდან ეგონა რომ ეს ვიღაც ესეთი რაღაც საშინელი ხიხო თიდან ჩამოსული, ნუ ქართველი მაგარ ნუ რაღაც არ ვიცი ტასმანიელი და ქართველი ალბათ თუმცა ტასმანიელი და ქართველზე ამაზე მე კიდე ცალკე ვილაპარაკებთ, თუ რა თქმა უნდა დრო დაგვრჩა, ალბათ დაგვრჩება და ანუ ესეთი რაღაც ველური ქართველი, რომელიც აი სისხლის მსმელი, მაგრამ აი მასთან ეს სტალინს ქონდა ეს მომენტი, ანუ გახსოვთ ხო ჩვენ ბულგაკოზე ქონდა გადაცემა და როგორ შეცვალა ადამიანი, ყოველას უყვის ხოლმე როგორ ბულგაკოვი როგორ არ დახვრიტა, მაგრამ ამაზე მეტი რა გააკეთა, ანუ ფაქტობრივად შიგნიდან დაამსხვრიეს მას ქონდა და სტალინს ის ქონდა იმის უნარი, რომ რაღაცნაირად ესეთი ადამიანი, რომელიც სოციალისტური იდეებისადმი ძალიან ისეთი კარგი დამოკიდებულებით იყო განშვალული და 20-იან წლებში პირველად არ იყო ეს 34-ში ჩავიდა სტალინთან სანახავად, მანამდე იყო 20 წელს და ლენინს შეხვდა პირადად, ნუ ახლა ინტერვიუ არ მგონია, არ ვიცი ჩამორთვა თუ არა, ყოველ შემთხვევაში ლენინთან მას ჰქონდა პირადი შეხვედრა და ეს ქვეყანა როდესაც დაათვალიერა, მან დაწერა რომანი თუ ნოველა, ანუ რუსული სახელწოდება მაქვს რუსია რაღაცაში, ანუ იმაში ნისლში თუ რაღაც რუსეთი ბურუში, ხო, ნუ იქ არის ის საშინელებები აღწერილი, რა ქვია, აი სამოქალაქო ომის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, მხოლოდ რუსეთია გასაბჭოებული და ნუ აი სამოქალაქო ომის საშინელი შედეგები, ეს შიმშილობა, ეს რაღაცნაირად დუხჭირი ცხოვრება, მაგრამ ეს ენთუზიაზმი, რითაც ეს ხალხი ცდილობს გახარებულია, რომ მათ მიეცათ საშუალება დაამარცხეს ეს თეთრები ძველი რეჟიმი და მიეცათ საშუალება, რომ აშენონ ახალი ცხოვრება და ფაქტობრივად ამას უყურებდა როგორც რაღაც ახალი ექსპერიმენტი რა, როგორც და აი იოსიფ ვისარიონოვიჩი ხო და აი უგრუნდები იმას, ხო და გავიდა ზუსტად აი იმას ვამბობ, კატორო გავიდა ზუსტად თუ არ ვცდებით 15 თუ 20 წელი და ეს ხო გამოხდა ხანი და ჩვენი ბიჭი ჩადის საბჭოთა კავშირში, თუმცა მანამდე ის ჩადის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ხვდება რუზველტს. და ხოლო აი რუზველტის შემდეგ იგი ხვდება სტალინს და ფაქტობრივად ამბობს, და უნდა თქვა, რომ ეს იყო ერთადერთი პირველი ადამიანი, რომელმაც რაღაცნაირად გარკვეული მსგავსება შენიშნა ორ იმპერიას შორის, აი რაღაცა იმ სტალინისტური, აი იმ რაღაცა ის დიდი ინდუსტრიალიზაცია, რომელიც ამერიკაში მიდიოდა პირდაპირ, რო ვთქვა, აი რაღაცა არნახული მასშტაბებით და ის 5 წლების გეგმა, რომელიც ჩვენთან საბჭოთა კავშირის გადმონაშთია, მაინც რა
მაპატიე ხო და აქ რომ მიდიოდა ეს 5 წლების გეგმა დაახლოებით აი ეს შეადარა და უბრალოდ აი პორტრეტისთვის როგორ აღწერა სტალინი ჯერ ხო ისეთი მონსტრი იყო და მასთან შეხვედრის შემდეგ ასეთი რამე დაწერა არასოდეს მინახავს მასზე უფრო გულწრფელი წესიერი და კეთილშობილი ადამიანი მასში არაფერია ბნელი უწესო და ბოროტი. ამით აიხსნება მისი დიდი ძალაუფლება მთელ რუსეთში და არა მარტო. ხო. ხო და აი კომენტარი კი ბძანე ანუ მე ხო დაასრულე ხო შენ კი აბა ციტატა და მე კიდევ რაღაცა ციტატები მაქვს აი ბოლო ამუნარიდი როდესაც შენ ჯერ კომენტარი გააკეთე მაინტერესებს ამ ჰერბერტ ველსის ნათქვამზე მახსენდება რევზინანიშვილის ერთ-ერთ მოთხრობაში რომ რაც უფრო მაღალი რანგის ჩინოსანი ამით უფრო ესეთ ნაზადი იცის ლოყაზე ხელის მოტაცუნება უკეთ გამოსდის მაგრამ მე რატომღაც რბილად მოტაცუნება ეცოდინებოდა ლოყაზე ხელის მე რატომღაც გონია კატერინა რომ აქ ქალის გარეშე არ ჩაიარა ამ ყველაფერმა იმიტომ რომ აქ ნამდვილად ქალის გარეშე არ ჩაიარა მისმა ვოიაჟმა ჯერ 1920 წელს როდესაც მან გორკის მეუღლე გაიცნო ვინმე ბუდბერგი მარია რომელიც ძალიან სიმპათიური ქალბატონი ინტერნეტში რომ გორკის მესამე ცოლი იყო და ნუ აი ძალიან სიმპათიური ქალია და ეს რა თქმა უნდა ჩვენი ჰერბერტის მიუხედავად იმისა რომ ცოტა ასაკში იყო უკვე მაგრამ მაინც ჭარმაგი ახლა კაცი იყო რაღაცნაირად მოხვდათ ერთმანეთი თვალში მოხვდნენ ერთმანეთს ნუ რაღაც რომანი მოკლედ რომ თქვათ ეს ქალბატონი იყო ერთ-ერთი მის აი სიაში თავის ავტობიოგრაფიაშიც მასე წერს ანუ სხვადასხვა ხო არა სიაში რატომ ისი ავტობიოგრაფიაში იყო ესეთი ერთ-ერთი თავიც აქვს მაგას შეყვარებული უელსი ანუ ცალკე თავი აქვს და რომელიც ყველაზე დიდი თავია სწორედ მისი ბიოგრაფები აი ამ თავზე ლაპარაკობენ როცა საუბრობთ მის გულწრფელობაზე რომ აქ თითქმის ამ პიკანტურ დეტალებსაც კი აღწერს ხოლმე ესეთი ნუ ხლად ბოლომდე ახლა პალანიკივით ესეთ რაღაცნაირად რაღაც აშკარა რაღაცებზე არ გადადა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან პიკანტურ თემებზე საუბრობს და მას სწორედ აი აქ ჩანს მისი აი ბუდბერგი მარია ჩდება ეს ქალბატონი რომელიც გორკის მეუღლეა და რომელიც აი ამ საბოლოო ჯამში ალბათ NKVD-ის აგენტი იყო სავარაუდოდ იმიტომ რომ რა ვიცი ახლა მერტმა მაპატიოს თუ ახლა მაგას სილწავებ მაგრამ რატომღაც ესე მგონია და რაღაცნაირად სტალინისადმი სიმპათია ალბათ ამ ქალმას განაპირობა გარკვეულწილად არ ვიცი რატომ მაგრამ ნუ შემდეგ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს უკვე ლონდონში თუ არ ვცდები და იქ მოხდა მათი უფრო ესეთი მჭიდრო დაახლოება და ურთიერთობა და სხვადასხვა ეს ქალი იყო არა ეს ერთადერთი ქალი იყო მიუხედავად იმისა შენ სწორედ აღნიშნო რა ეს მეორე მეუღლეს რა ერქვა ჯეინი ხო ჯეინი რომელიც ფაქტობრივად იყო ჯეინი, რომელიც იყო მისი მუზა და მისი რედაქტორიც იყო და ძალიან ეხმარებოდა მას და სხვათაშორის არაერთხელ გადაურჩენია მისი საყვარლები, რომლებიც თავს იკლავდნენ იმის გამო, რომ ჰერბერტი მათთან ურთიერთობაზე უარს ამბობდა და ჯეინი მათ სახში მიყავდა. მართლა გეუბნები სასაცილოა. ეს თუ გინდა გაგატან, მაგრამ არ ვარ გარ. ალბათ ამაზე უნებოდა. ხო და წარმოიდგინე აი ესეთი ცოლი რო ყავს და აი ამ ცოლზე ამბობდა უარს და ეს ქალი მოყავდა ცოლად. აი ეს მარიაზე, ანუ იმ ჯეინზე უარს ამბობდა ერთადერთი ქალი იყო, რომელმაც ჯეინზე უარიც კი ნაღამათქმევინა, მაგრამ მარიამ ხო არა ეთყობა მარიამ ვარი უთხრა ეთყობა იქიდან ტავარიშ ბერია მოხდა ნინა და ტავარიშ მარია პაკანი სტოი და ხო და ოდეს ხო და რაღაც
ხუდაბუდი ტავარიშ მარია ხო და არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ეპიზოდი ნამდვილად მოგონილი არ არის ეს მის ავტობიოგრაფიაშიც არის და ეს ნამდვილად იყო მაგრამ აი სტალინთან და ალბათ ამიტომაც იყო ჩვენ გადაცემის დასაწყისში რო თქვი რომ ეს გერბერტო ყველაფერი იყო დაბეჭდილი აი ყველაფერი რა მე მგონი ავტობიოგრაფიას კი დაბეჭდილი იყო იმდენად ნუ ხო ღია გახსნილი ქონდა გზა და ამიტომ არ მომწონდა რაღაც მაინც ეთქო ბავშვებიდან ეს ბების ის მოყვა დიდი ბაბუა ეს ბავშვებმა დაჩანკი დახვრიტეს და ეთქო გენეტიკურად ბავშვებისადმი მქონდა რაღაც გარკვეული ესეთი დაჩანკა ხო ისი რა არის ესეთი ის იყო 4 თვალაზე დამაგრებული მაქსიმკა ისი რა არის ხო მაქსიმკა ტრიუმფქვევი მაქსიმკას ეძახდნენ და ესე ისროდნენ ხოლმე და თან მუდმივად რო აღმერთებდნენ ხოლმე და ამაზე ლექსებს და სიმღერებს წერდნენ მაგრამ ეს არის ფაქტობრივად დაჩანკა და ანუ ეს არის როდესაც შენ უკან დახევის იარაღია ანუ შენ როგორ გარბი ხარ და მოგზდები მაშინ ისრვის ეს მუდავ გარბი ხარ ხო და უკან დაგზდევენ ხო და აი ესე რომ მისდევ დიდი ბაბუა ჩემის ბაბუა იმას რა ქვია ბოლშევიკებს როდესაც ხო და მოკლედ ესე დახრიტეს დაჩანკით ხო და ამიტომ მქონდა რაღაცნაირად ყველაფერი მათქრეინე ხო ეხლა დამიჭირდა ხუდაბუდი ტავარიშ მიმინაშვილი ხო და აი ეს მისი ეპიზოდია ხო საბჭოთა კავშირი მაგრამ უნდა თქვა რომ ეს ადამიანი კიდევ ერთხელ ვამბობ ძალიან იყო ანუ ამას არაკეთებდა იმისთვის რომ რაღაცა ქულები დაეგროვებინა თავის თაყვანის მცემლებში მაგრამ ფაქტი ნამდვილად ფაქტად რჩება რომ ახალგაზრდობაში დაწერილი რომანების შემდეგ ანუ პირველ მსოფლიო ომამდე რაც დაიწერა და ანუ და ამაზე კი ჩვენ ვილაპარაკებთ რომ ფაქტობრივად მან ყველაფერი წინასწარ მეტყველა და მოდი აი ეს ძალიან ბევრი კუთხით შეიძლება ადამიანზე ვისაუბროთ მაგრამ აი ეს ძალიან საინტერესო ხო მომენტები მომდენო საათში და უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ მე რაღაცნაირად მას თითქოს დეპრესიასავით დაემართ ანუ ის რაზედაც ის წერდა რაზედაც ის დაახლოებით არ ვიცი როგორ ეს ფანტასტიკური წერილები საიდან იღებენ ამ ცოდნას ნამდვილად ძალიან უცნაურია მართლა დროში მოგესაუბრებენ აშვებიან არავინ არაფერი არ იცის მაგრამ ფაქტია რომ მან რაღაცნაირად ეს წერილები ზოგადად დროიშვილები არიან ალბათ რაღაცა ეთქობა რაღაცა იგრძნო დაწერა და შემდგომ ოდესაც ის რაც მან დაწერა და ის აპოკალიფსური რაღაცნაირად ესეთი ბევრი ჟანრის ამავთავარი შეიძლება ბევრი მაგალითად ეს ესეთი ბოროტი გენიის პირველი სახე მან შექმნა ხო რა ქვია აი ეს უჩინმაჩინში რა გვარია ის ჩვენ თავარი გმირი დამავიწყდა ჩემდრელი კითხვა გრიფინი ხო აი ეს სტუდენტი გრიფინი რომელიც ესეთი ნიჭიერი პერსპექტიული მეცნიერია მაგრამ ნუ შემდგომ ბოროტგენიად გადაიქცევა და უცხოპლანეტელების მიერ ეს სამყაროს დაპყრობის პირველი და რაღაც ესეთი ინტერვენციის მომენტი მან შემოიტანა მაგრამ ამაზე მოდი უკვე გადაცემის მომენტ საათში ვისაუბროთ უსვინეთ აირჩიეთ და ისიამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით გძელდებათ ჩვენი გადაცემა და ჩვენ ვაგრძელებთ ამ ჩვენ კარგ ბიჭზე ლაპარაკს და დავასრულებთ ამჯერად შენ შეგვირდი რომ პრინციპ სხვა კუთხით დაგვანახებდიან ჩვენს არა სხვა კუთხით კი უბრალოდ ნუ Herbert Wells ნამდვილად დაჭირდება და წარდგენა და მე მიხარია რომ თითქმის ყოველ წელს აი ნუ თარგმნის ხელოვნება ჩვენთან უკვე რაღაცა კარგად არის უკვე ათვისებული და ნამდვილად არ უჩივით კარგ თარგმნებს და ვფიქრობ რომ აი ყოველწლიურად აი ეს პატარა მოთხრობები მე ხლა ხელთ არ ქონდა მისი მოთხრობები მაგრამ აი ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია შევწეროთ და გავაჟღეროთ ეთერში იგამდინარე კიდე რომ ჩვენს ფორმატში ჭდება ანუ 70 წელი უკვე გავიდა რაც გარდაცვლილია და მას აუცილებლად შევწერთ როგორც კი დასრულდება დიდი გეცპის შესავლის სახით გავაკეთე
და ნუ აი მისი მთელი გენეალობა ჰერბერტ უელსისა მდგომარეობს არა მხოლოდ მის რაღაცნაირად აი ფანტასტიკური ჟანრის მეტრობაში, რომ არაჩვეულებრივად უდიდესი მწერალია თავის ჟანრში, არამედ იმაში, რომ თან არაჩვეულებრივი მეცნიერია და თან წინასწარ მეტყველიძე. იმიტომ რომ რაოდენ პარადოქსულადაც და რაოდენ ხმამაღალიც არ უნდა იყოს, მას აქვს ეს მომენტები. ნუ მაგალითად ნებისმიერ თუნდაც პირველი რომანიდან ავიღოთ, ხო, პირველი მისი მოთხრობა იყო ეს დროის მანქანა, სადაც აღწერილია ნუ ეს დროში გადაადგილება და ნუ აქ მაინც ვიტყვი აი რაღაც საინტერესო მომენტზე, აი ეს სოციალური თემა, ანუ მორლოკები და ელოები და უცნაური საინტერესო ის არის, რომ ეს არის რაღაცა გარკვეულ მილიარდ წლის წინ აი შემდეგ რა ხდება დედამიწაზე. ეს ელოები არიან ელოები ცხოვრობენ ზედაპირზე და ძალიან ისეთი რაღაცა იკვებებიან ჩვეულებრივი მცენარეებით, არავის არ ერჩიან, არც ლაპარაკობენ რაღაც ისეთი მიამიტი, აბსოლუტურად გონება სუსტი ბედნიერი არსებები არიან. მაგრამ როგორც შემდგომში გაირკვა, ეს ელოები არიან ის ელიტის წარმომადგენლები, რომლებიც ცხოვრობდნენ დაუშვათ იმის ხარჯზე, რომ სხვა მუშები ანუ მუშათა კლასის ხარჯზე ცხოვრობდნენ, კლასობრივს, იმიტომ ჰქონდა კატო მუდმივად გამახვილებული დასაწყისიდან გადაცემისა და მორლოკები ესენი არიან არსებები, რომლებიც მიწის ქვეშ ცხოვრობენ და ფაქტობრივად უკვე გაბატონებული კლასია, მაგრამ ეს არის მუშათა კლასი, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობდნენ მიწის ქვეშ და ამუშავებდნენ იმ ტექნიკას, რომელმაც ანუ პროგრესმა მიიყვანა ეს დეგრადაციამდე ეს ელოები, ანუ ფაქტობრივად ეს გონებრივად განვითარებული ადამიანებიდან აქცია რაღაც აი სცენარეების ინტელექტის მქონე არსებებამდე დავიდნენ, რომლებიც მაგრამ მათ ჰქონდათ ერთმანეთს არ ერჩევდნენ, ყველაფრით კმაყოფილები იყვნენ, ჰქონდათ სიყვარული, ფეშენ ვიკებზე, ყვავილების სიყვარული, სექსი და როკ-ენ-როლი. ნო პრობლემა არ იყო არანაირი, მაგრამ ერთი პრობლემა იყო ის, რომ ეს მორლოკები, გაბატონებული კლასი, რომლებიც მათზე უფრო ჭკვიანები იყვნენ, მაგრამ ბოროტი ჭკვიანები იყვნენ, ბოროტი იყვნენ, ისინი ამოდიოდნენ ხოლმე ზედაპირზე და იმის გამო რომ უკვე მიწის ქვეშ მათ გამოელია საკვები, ჭამდნენ აი ამ ელოებს, ანუ გამოდის ის, რომ ეს ელოები სპეციალურად ყავდათ ესეთ მდგომარეობაში, რომ მათით იკვებებოდნენ. ნუ ცოტა იქ ბევრი თავები არის გამოტოვებული დროის მანქანაში, როგორც ამბობენ, ცოტა იმის გამო რომ საზოგადოებას რაღაცნაირად მაშინ არ იყო მომწიფებული, ხო, სტივენ კინგი ჯერ დაბადებული არ იყო და კიდევ სხვები და ამიტომ არ იყვნენ ჯერ ჩვეულნი ამ ჟანრს და ამის გამო დაინდეს მკითხველი, მაგრამ აქ საუბარი ხო აი მანქანაზეა ლაპარაკი, ანუ საუბარია ეს მეოთხე განზომილებაზე, რომელიც მას დეტალურად აღწერილი, მანამ სანამ აინშტაინი თავის ალბათობის თეორიას გამოიგონებდა. ნუ აი კიდევ ძალიან საინტერესო რომანია საჰაერო ბრძოლები, რომელიც ეს არ არის პოპულარული, ხო, ძირითადად პოპულარულია ის რომანები, რომელიც ჩვენ მახსენეთ. საჰაერო ბრძოლა ეს არის ისე ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოები, სადაც ეს ის პერიოდია, როდესაც მხოლოდ თეორი დირიჟაბლი გამოჩნდა და ზოგადად თვითმფრინავები ჯერჯერობით აი არ არიან ესეთი ეს პილოტები, ხო, არის გადაფრენები და ნორმალური აეროპლანიც კი არ არის ჯერ შექმნილი და ეს ადამიანი აღწერს ეპიზოდს თუ უკვე რაღაც 2000 თან წლების თან ის წლებს, რომლის სადაც ხდება ის რობანის მოქმედება მისი რომანების 20-30 წლით უსწრებს იმოვლებს და ფაქტობრივად ანუ იქ აღწერილია საბრძოლო ქმედება ჰაერში, ანუ თვითმფრინავებით, ანუ მთელი ბრძოლა მიმდინარეობს ჰაერში, ანუ არანაირი სახმელეთო ბრძოლა არ ხდება და ჰაერში ბრძოლა ეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ომი არ არის დაწყებული 14 წელს შემდგომ, ეს იყო პირველი ომი, სადაც ეს აქტიურად იყო გამოყენებული
აქტიურად იყო გამოყენებული უკვე აეროპლანები და თვითმფრინავები. აქტიურად აქვეა მას აღწერილი ბრუნე მანქანები, რომლის აი იდეაც კი არ იყო ჯერ ჩამოყალიბებული და მან ეს აღწერა და შემდეგ იქნება ესეთი შტაბ-ბიჭლება თითქოს აი იმათ ვინც სამხედრო ინჟინერებმა ვინც ეს ყველაფერი გამოიგო თითქოს აიკითხეს ჰერბერტ უილსი და შემდგომ აი ამის შემდეგ გააკეთეს, მაგრამ აი ძალიან საინტერესო მომენტია ამას ახსნა. ნუ ეს ალბათ დამთხოვაც უბრალოდ ეპოქას თავისი რაღაცა მაჯისება რაღაცნაირად თავისისა ხო რომელსაც წერალი თავისებურად გზნობს ის ინჟინერი გამომდინარე თავის ინტერესები და კარგად გზნობს, მაგრამ აი ჰერბერტ უილსის დამსახურება არა მარტო როგორც ხელოვანისა რომელმაც შეძლო ამის ლიტერატურულ ენაზე გადმოცემა, არამედ როგორც მეცნიერისა რომელმაც ასევე აუღო ამას და შესაძლებლად მიიჩნია რომ ეს შეიძლება ესე განვითარებულიყო. და ერთი ბრწყინვალე შეფასება მე მგონი ამ კაცზე ყველაფერს ამბობს კარგი ბიჭის კონან დოილის შეფასება რომ ბატონი უელსი ტოვებს შთაბეჭდილებას ადამიანისა რომელიც როდის ბაღში სეირნობისას რომელსაც ბაღში სეირნობისას შეუძლია განაცხადოს რომ მე არ მომწონს ეს ხილის ხე და საუკეთესო არის ხამს ნაყოფს და არც ისეთი ბრწყინვალე ფორმა არ აქვს და მოდით მოვჭრათ ის და ვცადოთ რომ დავრგათ მის ადგილას ახალი ხე მასზე უკეთესი და განაამასელის ბრიტანელი ერი თავისი გენიასაგან გაცილებით უფრო ბუნებრივი ექნებოდა მისგან მოესმინა რომ მე არ მომწონს ეს ხე მაგრამ მოდით ვეცადეთ რომ გავაუმჯობესოთ მისი სიცოცხლის უნარიანობა ისე რომ არ მივაყენოთ არანაირი ზიანი თვითონ ხის ზროს და შესაძლოა ჩვენ ვაიძულოთ ის რომ გაიზარდოს და უფრო უკეთესი ნაყოფი მოგცეს და მეტი ნაყოფი მოგცეს ისეთი როგორიც ჩვენ გვინდა და მოდით არ გავანადგუროთ ის იმიტომ რომ მაშინ ყველა წინა შრომა ჩაივლის ამაოდ და გადაიყრება წყალში და კაცმა არ იცის კიდევ რას მივიღებთ ჩვენ მომავალში. კი, ძალიან კარგი შეფასება იყო. ვაპარაკობ და უჩენებს კარტა. არა, ნამდვილად კარგი შეფასება იყო და ნამდვილად ეს ადამიანი რომელმაც რაღაცნაირად წინდაწინის იწინასება მეტყველა ხო, თუნდაც ეს სახერო ბრძოლები და ნუ ყველაზე აი ეს გათავისუფლებული ქვეყანა რომელიც არ ვიცი თარგმნილი არის თუ არა, მაგრამ აი აქ პირდაპირ არის ის 1914 წელია. ამას ხაზგასმით ვამბობ. პირველი მსოფლიო ომი ფაქტიურად დაწყების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოაქვეყნა ეს რომანი და იქ ეს ის პერიოდი, როდესაც რადიოაქტიურობა ახალი აღმოჩენილი არის, როგორც ჩვენ ვთქვით და მან ეს განჭვრიტა რადიოაქტიურობას რა შეიძლება მოყოლოდა, ანუ აქ უკვე იმ ჟურნალების სამეცნიერო ჟურნალებში ჩნდება სტატიები, რომ მომავალში შეიძლება ატომური ენერგეტიკა, ანუ ეს ის პერიოდი, როდესაც ელექტრობაც ახალი შემოსული ანუ ჩვენ ხო თქვით რომ ის დაიბადა მაშინ როცა ჯერ კიდე სანთლები იყო და ლამპიშუქსაც არ იყენებდნენ და უკვე შემოვიდა ეს რაღაც ნაწილი უკვე ეს ჩვენი ბიჭი უკვე კარგად არის ანუ უკვე მაღალ კლასში გადავიდა აღარ არის საშუალო კლასი უკვე მაღალ კლასში გადაკლასებულია აქვს ურთიერთობა უკვე ძალიან ცნობილ პიროვნებებთან და მეფეები და აგერ სტალინთან და აგერ რუზველტთან დადის მობრძანება თუნო ჩაისმი ერთმანეთს ხანჭკარას დალეული იქნება მაგას დიდი ყიფიანური ხანჭკარას თავის დროზე ყიფიანური ერქვა სანამდე კომუნისტებმა და თან გურმანის იყო რა თქმა უნდა ნუ ეხლა ისეთ ქალები მოწონდა თუნური საჭმის კულინარიული ეს რაღაცნაირად მრავალფეროვნების მომხრეც იქნებოდა ხო მაგრამ მე იმას ვამბობ რომ ესეთი ადამიანი იყო და იმის თქმა მინდა რომ მიუხედავად იმისა რომ მას ჰქონდა ესეთი აშკარა პოლიტიკური რაღაც მაგრამ მას ყველაფერს პატიოდნენ. აი ძალიან მომწონს ხოლმე ეს მომენტი, რომ პირდაპირ შეეძლო დაუშვათ დედოფალზე, მეფეზე, რაღაცა ეთქვა, გაიკრიტიკებინა პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის ჩერჩილს ამოწონდა ეს ჰერბერტ უილსი და მისი უსაყვარლესი მწერალი იყო.
და ძალიან ბევრი გამოთქმა და ყველაფერს პატიოდნენ, იმიტომ რომ ქონდა რაღაც ეს თავისებური შარმი ქონდა ამ ადამიანს მართლა. ახლა როგორ რაღაცა ხმის ტემბრი მაინც არ ქონდა ისეთ, მაგრამ რაღაცნაირი ტიპი იყო ისეთი, რომ ყველაფერს პატიოდნენ, იმიტომ რომ ჰერბერტ უილსი იყო და ჰერბერტ უილსმა როდესაც ეს ყველაფერი დაწერა, აი მე გახდა ძალიან დიდი პაციფისტი, ანუ რაღაცნაირად აი უფრო პუბლიცისტი, დაუშვათ ეხმაურებოდა პოლიტიკურ მოვლენებს, იგივე აი ჩვენ თქვით რომ აი სტალინთანაც ეს ვიზიტი, რუზველტთან ვიზიტი ეს არ იყო პოპულარობა და არ იყო ის რომ უკვე კალამი აღარ უჭრიდა და უკვე შემოქმედებითი კრიზისი ქონდა. კიდევ თქვა რომ საერთოდ არ მიიჩნევდა ფანტასტიკა, ეს იყო პუბლიცისტი იყო, თავის მეცნიერი და პუბლიცისტი იყო, იმიტომ რომ ჩვენ დაგვავიწყდა გვეთქვა რომ ის ბიოლოგიის პროფესორი იყო, ლექციებს კითხულობდა და აბსოლუტურად არ ქონდა პრობლემა. თან გამომცემელთან პერიოდულად ესე იგი ერთმანეთში ქონდა საშინელი ბრძოლა გამომცემლის, არა მე დაბეჭდა მის რომანს, არა მე ზაწკნარებდა ხოლმე. მუშინ ხო დაბეჭდეს იმაზე. მეც დამაბეჭდი, ნუ დაახლოებით ესეთი მომენტი. აი აი ატომური ბომბის თვითონ სახელს ჩვენ ვამბობთ ხოლმე, სწორედ აი ამ როგორც ამბობენ გათავისებულ ქვეყანაში მან პირველად იხმარა ეს ატომური ბომბი და ზოგადად ჩათვალა რა, ანუ ჯერ ერთი ის რომ მან სადღაც ორი სიტყვით ნათქვამ სტატიიდან ეს განშვრიდა რომ შესაძლებელია რომ დამდგარიყო ესეთი ატომური ენერგეტიკის ერა, როდესაც კაცობრიობა აი ამ რადიოაქტიურ ატომების დაყოფის გამომავალ ეს ციკლურ რეაქციას ხო რაღაც ვიშლებს შემიშალოს სწორად თქვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ენერგია ადამიანს გამოეყენებინა იმისთვის რომ რაღაც გამოეყენებინა ენერგია სასიკეთოდ, შუქიანი თუ საჭმელი მომზადებინა რაღაც ინტერნეტი და ასე შემდეგ. მაშინ არ იყო, მაგრამ ხო იქნებოდა ოდესღაც. მაგრამ მეორე მხრივ ის ფიქრობდა რომ თვითონ აი ეს აპოკალიფსური თემა მაშინაც კი როდესაც ის აი სამყაროთა ომები, სადაც მარსიდან ჩამოსული სტუმრები იპყრობენ დედამიწას, მაშინ იმ რომანშიც კი მაინც დამნაშავე ადამიანია. საბოლოო ჯამში ხო და ის ამბობდა რომ ადამიანს ეს სისუსტეები, ადამიანის სისუსტეების გამო ის ომის მიზეზის მუდმივი არსებობის გამო შესაძლებელია ადამიანმა ეს ენერგიაც კი თავის ანუ დასაღუპავად გამოიყენოს და სწორედ მაშინ სიტყვა ატომური ბომბა, ანუ მანდარის ფინალი ამ რომანში ის რომ არ ვიცი, მეგონი ამერიკის შეერთებულ შტატებს გერმანია ებრძვის თუ პირიქით არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომელი ქვეყანა იყენებს ამ იარაღს, მაგრამ ნუ იყენებს და საბოლოო ჯამში ისპობა მთელი კაცობრიობა და ესე თავდება ეს გათავისუფლებული ქვეყანა რომანი, სადაც აი ატომური ბომბი 14 წელია და ჯერ კიდევ ამის ალბათობაც კი არ არის დაშვებული, ახალი აღმოჩენილია რადიოაქტიურობის პროცესი და იმის თქმით რომ რამდენად შორს ჭრედება ეს ადამიანი და როგორი ინტუიცია ქონდა როგორც მეცნიერს და როგორც ხელოვანს. ან ხელოვანს ფანტაზია ნამდვილად არ აკლდა, თუნდაც აი ეს როდესაც სამყაროთა ომები დაიწერა, ეს ის პერიოდია, როდესაც მარსზე რაღაცები აღმოჩინეს ლაქები და უკვე დაიწყო ლაპარაკები. სხვადასხვა ეს პერიოდია, როდესაც მარკონიცით ცნობილი გამოკონებელია ტესლასთან ერთად, რომელს რადიო შექმნა და ფაქტობრივად მე მიმაჩნია რომ ტესლამ შექმნა და მარკონი მიიწერა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, მარკონი მასზე ნაკლები იყო, უბრალოდ იტალიელი იყო და პადეშკა ქონდა მუსოლინისგან უკაცრავად ამ ტერმინისთვის. ეს რაღაც კულინარიელი შაქარლამას საძმოს წარმომადგენელი. რა ამინდი მოქმედებს ხანდახან, რა ვიცი. ესეთი ამინდია რაღაც თან შემოდგომის მიწურულს მეცალება. ხო და იმას ამბობდი რომ აი მარკონისაც ქონდა დაუშვათ აი მარსიდან სიგნალების მიღების რაღაც ესეთი ექსპერიმენტები, ხო და ეს ის პერიოდია, იმას ვამბობ და თავის ძმასთან თურმე საუბრობდნენ რაღაცაზე და აი ტასმანიაში ბრიტანულმა ჯარმა რაღაცა კოლონიალური რაღაც ომი მიმდინარეობდა მორიგი და ტასმანიაში ძალიან რომელიღაც კონსულზე ძალიან ბევრი ტასმანელი ამოხოცეს მოკლედ ბრიტანელებმა და ძმამ უთხრა ხა წარმოიდგინე ხა ჩვენ რო ვიყოთ ხა ეს იგივეა რომ ჩვენ ხა და ნუ იქ ბრიტანელები ხო ის მაინც ამართლებდნენ რომ მაინც ეთყობა რაღაც ეს
ბრიტანული ჩვეულებრივი ჩაისვამდნენ ალბათ და გამართობდნენ ძმები და მისმა ძონა თქვა ეხლა შენ წარმოვიდგენ მარსიდან მიმერე ჩამოვიდეს და ჩვენ რომ დაგვიპროსო და მაშინ გაუჩნდა ამ ადამიანს ეგრე იდეა დაიჭირა და დაწერა სამყაროთა ომები და აქაც აღწერილია სხვათა შორის როგორ არანადგურებენ ეს მარსელების თუარსტები ის კონტაქტ ლაზერის სითფურის სხივი რომელიც დღეს ფაქტობრივად უკვე ის სხვადასხვა ქვეყნების ლაბორატორიებში ამუშავებენ სითფურის სხივს რომ ნასროლი რაკეტა გაანადგურონ უკვე კოსმოსში. ცოტა შორს წავედი ხო ბატონო. ნუ მარსამდე ავედი. ხო და ნუ მოკლედ არა, ნუ სამყაროთა ომები, ნუ ეს ხო ცნობილი ფაქტია რომელსაც მოხდა ესეთი ქრონიკები, რა ქვია მაგას, როგორი ქრონიკები? აბა როგორი ქრონიკები? როდესაც ანუ რადიო ერთ-ერთი რადიო დადგმა რომ გააკეთესა ის სამყაროთა ომებისა და გამოაცხადა დიქტორმა რომ ყურადღება დღეს საზოგადოება ქართველებო და არა მხოლოდ თბილისის მოქალაქეო და არა მხოლოდ დღეს მარსიდან შეტევა და ნუ რაღაცა ის იყო პატარა რეკლამა იმპროვიზირებული ქრონიკა კი არ შემახსენე ზუსტი სიტყვა არ მახსოვს მე ჩემ ვიყავი და ამის მომსრანი კიდევ იმპროვიზირებული ნუ ხო მაპატიე რა ვერ გავიხსენე იმიტირებული ქრონიკა სწორედ რომ იმიტირებული ქრონიკა რო გავიდა რამდენიმე წლის წინ ხო ეთერში და ახლობით ეგეთივე იმიტირებული რაღაც რეკლამა გავიდა და ორი თვე მთელ შეერთებულ შტატებს აწყნარებდნენ რომ არა თქვენ შემოგელეთ არ იყო და რამდენიმე ეს იყო შემთხვევა იყო ის გულის დაავადების მე მგონი ვიღაცა გარდაიცვალა კიდეც ვიღაც ხანდასმულები ძირითადად და ის დიდი პატრიოტი ამერიკელები ტეხასში განსაკუთრებით რაღაც ჯგუფები შექმნეს და სარდაფებში გახიზნეს თავისი შვილები და მთელი ოჯახი და დადგნეს ძალიან სასაცილო სიტუაცია გამოიწვია იმან რომ დიქტორმა უბრალოდ რეკლამა გაუკეთა აუდიო სპექტაკლი იყო თვარსები ხომ ჰერბერტ უელსის აი ამ მოთხრობისა სამყაროთა ომები და სხვათა შორის უნდა ითქვას რომ პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ როდესაც მას აი დეპრესიის ნიადაგზე აი ჩვენ თქვით ხო რომ ის წინასწარმეტყველებების საშინელებები რასაც ის ხილვებში ქონდა და რასაც შემდგომ რომანებში აღწერდა და ეს ყველაფერი რომ ცხადში ასრულდა ამის შემდეგ მას დაიმართა რაღაცნაირი ტუბერკულოზი რომელიც აი ნერვიულ ნიადაგზე ანუ აი ამდენი ფიქრის და დარდისგან დაიმართა და აი მის შემდეგ ის გახდა პაციფისტი და სხვა შორის ამბობენ რომ ჰოლივუდთან კი არა ინგლისის ახლა არ ვიცი ზუსტად რომელი ცნობილი კინოსტუდიასთან თანამშრომლობდა და სცენარებს წერდა და ერთ-ერთ სცენარში მან აღწერა კიდევ ერთი ომის დაწყება ეს დაახლოებით 35 წელია და ზუსტად 4 წელიწადში უკვე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ანუ ფაქტობრივად ის რაღაცნაირად თვითონაც უკვირდა როგორ საზღვრავდა ამას. ანუ ეს შეიძლება გასაგებიც იყოს, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ესეთი ფაქიზი აღქმის უნარი აქვს, ხო, ესეთი ხელოვანი თან მეცნიერების პროფესორია, ხო, თან ხახსლისგან ასწავლი ქონდა ეს როგორ უნდა თემაზე როგორ უნდა ემუშავა და როგორ უნდა დაეჭირა რაღაცა თუნდაც უმნიშვნელო პატარა სტატიაში ის მნიშვნელოვანი რაღაცა ალბათ ეს გასაკვირიც არ იქნება მაგრამ ალბათ დამერწმუნები რომ გარდა ამისა მას ქონდა რაღაც ესეთი ინტუიციაზე უფრო მეტი რის გამოც ის საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა იმათ რაზედა ჩვენ ვსაუბრობთ. დავედი ჭკვიანი კაცი და ყავაზე არ მკითხავდა, ნუ მე მაინც მინდა რომ ამას მიშას უცვამს ხას და კიდევ ერთხელ ხას მაგას მივცქვათ, რომ ეს არ იყო ის რომ მართლა ის ყავას გადაატრიალებდა და ან კარს გაშლიდა და ისე ანუ ეს იყო მისი გამჭირეხობის ამბავი და ალბათ მწერალი რო არ ყოფილიყო, კარგი ინჟინერი იქნება და როგორც კარგი ინჟინერები, კარგი ინჟინერები რო ეცალოთ, ალბათ კარგი მწერლები. ხო და თუნდაც აი ეს ჩემი ყველაზე საყვარელი მოთხრობა იყო ბავშვობაში ეს ექიმ მოროს კუნძული, სადაც ეს მონსტრები, ანუ
ეს თუ არ ვცდები ეს მეორე რომანი იყო დროის მანქანის შემდეგ რომ აი ქრონოსის არგონავტები მაინც უფრო მომწონს პირველი სახელწოდება მისი მე ინტერნეტი მიწყრება რაღაც ამბროლაურიდან მოდის და რაღაც კარგი ინტერნეტი მიწყრება თქო ხო და ნუ მართლა ნამდვილად ახლა ზუსტად მე ვერ ვიტყვი კატო რომელ მოთხრობას და რომელ შევწერთ ეს გამომდინარეა ქრონომეტრაჟიდან რის საშუალება ჩვენ ეთერი მოგცემს თუმცა ვფიქრობ რომ ნუ ახლა ჯერ დიდი გეცბი გადის და აი ამ ჰერბერტ უილსთან კიდევ ერთხელ შეხვედრის სიამოვნება მე პირადად მერის რომ ეს უნდა ჩავწეროთ და ჩვენს მსმენელსაც და კარგია ის რომ კიდევ ახალი მისი მოთხრობების კრებული არის გამოცემული მე მგონი მისი ინტერვიუ სტალინთან და მისი ეს ლენინთან შეხვედრის შემდეგ ეს საინტერესო იქნება ხო რატომაც არა რომ გაიგო ამ ადამიანის საერთოდ ეს ბიოგრაფიული და ესეთი მომენტები ადამიანი სიტყვას ვერ პოულობ რა ქვია მაგას როდესაც აი შენ ბიოგრაფიულ დავშვებ მე რო წავალ პენსიაზე და დავწერ იმას რაც მე გადამხდა მემუარები მადლობა მემუარების სიტყვა ვერ გავიხსენ აი მემუარების წაკითხვა გაცილებით უფრო რაღაცნაირ უფრო მეც გაძლევს ხოლმე ვიდრე დავუშვათ რაღაც გარკვეული ისტორიული სახელმწიფოების კითხვა რომლის უკან დგას რაღაც გარკვეული ინტერესები და ამიტომ ეს იმიტომ თქვი რომ თვითონ აი ჰერბერტ უილსი რომელიც ათაჯერობოდ წაკითხული აქვს და მოსმენილი და ნანახი იმიტომ რომ ბევრი ეკრანიზაცია არის ამ მწერლისა მაინც არ იქნება უბრალოდ დაკარგული დრო და კიდევ ერთხელ ახალი აღმოჩენა იქნება ამ ადამიანისა და რაღაც ახალი შეგრძნებები და რა ვიცი ის რაც ზოგადად ლიტერატურას მოგე. ვინ თქვა ეს რომ ერთია როდესაც არა ციგნების დაწვაზე უარესია ის როცა მაგას არ კითხულობ ვინ თქვა ეს იღას ბრედბერი თქვა რაღაც ფანტასტებზე ელაპარაკი ზუსტად მან თქვა რომ ციგნების დაწვაზე უარესი არის როდესაც ციგნიდესო და შენ არ კითხულობ და ახლა ხო და წავიკითხოთ ეთილი ჩვენ გაცემა დასრულდა მადლობა ყურადღებისთვის 12 საათის მერე თქვენ გელით კოდექს აუდიო და დიდ გეცბის ვისმენთ დღეს ისე მიშას ჩაწერილს და ჩვენ ოთხშაბათ შევხვდებით ერთმანეთს მადლობა ყურადღებისთვის უსმენით რადიო იმედს უსმინეთ აირჩიეთ და ისიამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით